ნაზოლი თუ ცხვირიც თქვა გიჭირთ. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდით მოვლენებზე დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ უფრო ბევრი ცოცხალი ლუდი ლიტრანახევრიან ბოთლში. ნატახტარი კაზრის ცოცხალი ლუდი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ კამპა. ჩემი, შენი, ჩვენი, ძმენი. Видно мои
ახლა გიგვიგა წარმოგიდგინოთ ჩვენი საღამოს წამყვანები ბატონი დავით სოკოლოვი და ქალბატონი ჯულიეტა ვაშაყმაძე. ხერხით. მივესალმებით დღევანდელი საღამოს ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ყველა წევრს მზიურისა იმ ანსამბლისა, რომელიც ჩვენს თვალწინ იქცა ლეგენდად და რომლის ვარსკვლავი იხსნება დღეს საკონცერტო დარბაზის წინ. აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება. ასეთი შეფასება არავის არ მიუღია მათ მეც. ერთის მხრივ ბავშვური უშუალობით და მეორის მხრივ კი დიდი პროფესიონალიზმით გააოცა მზიურმა მსოფლიო. ყველაფერი კი ერთი ჩვეულებრივი რეპეტიციიდან დაიწყო. როდესაც დარბაზში ბიჭების მიერ დატოვებულ ინსტრუმენტებს წამოავლეს ხელი გოგონებმა და ისეთი შემართები დაუკრეს, ისეთი ცეცხლი დაანთეს, რომ მათ პედაგოგებს სწორედ მაშინ მოუვიდათ აზრად გოგონათა ინსტრუმენტული ანსამბლის შექმნის შესახებ. ეს იდეა დაიბადა 1971 წლის მაისის ერთ მშვენიერ დღეს და ასე ვთქვათ ამ ისტორიულ ფაქტს ესწრებოდნენ რაფაელ კაზარიანი, გურამ ჯაიანი, გურამ მძვანელი, ერნა თოდუა. მზიური მასპინძლობდა ყველა მაღალი რანგის სტუმარს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კენედის, დიდი ბრიტანეთის დედოფალს. გოგონებს იწვევდნენ სხვადასხვა დიდ საკონცერტო დარბაზებში. ერთხელ 1974 წელს მაშინდელი ლენინგრადის საკონცერტო დარბაზ ოქტიაბრსკაიას დირექციას მილიციის გამოძახებას მოუხდა, იმიტომ რომ გარეთ დარჩენილმა უბილეთო მაყურებელმა კორდონები გადალახა, შევიდა დარბაზში და იმაზე ორჯერ მეტი მაყურებელი იყო იქ, ვიდრე ეს დარბაზი იტევდა. და როდესაც დასრულდა კონცერტი, ოქტიაბრსკაიის დირექტორი გაოცებული იმეორებდა, რომ ელინგტონის კონცერტს არ გამოუწევია ისეთი აჟიოტაჟი, როგორიც ამ პატარებმა გამოიწვიეს. ახლა ჩვენ გადავავლებთ თვალს მზიურის წევრთა ცხოვრებას დღემდე. მარინე მასხულია, ბას გიტარა. პიონერთა სასახლეს ჰქონდა ბანაკები თავისი და ტერიტორიულად დუშეთში ვიყავით. ბანაკს ერქვა მზიანეთი და ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ მზიური დაერქვათ სახელი. ბიჭები უკრავდნენ ამ ანსამბლში, ჩვეულებრივ რაღაც შევდიოდით, გამოდიდით, უყურებდით გოგონები და ერთ დღესაც რაღაცა მე გიტარას მოვკიდე ხელი, ვიღაცამ დასარტყმელ ინსტრუმენტებს. აზრი მოუვიდათ, რომ ხო არ შეიძლება რომ დაუშვათ გოგონებს დაეკრათ საერთოდ და რომ მოვახერხეთ დაყრა, იმიტომ საკმაოდ რთული იყო 10-11 წლის ბავშვებისთვის. გურამით მაყופილი დარჩა და თქვა კიდევაც რომ ალბათ გამოგვივა ყველაფერი. ჯერ თავიდან 7 დნი ვიყავით და შემდეგ დავემატეთ ბავშვები შეივსო და რაც ჩამოყალიბდა თქვენ თვითონაც იცით. არასოდეს არ მიფიქრია მუსიკას გავყოლოდი, მუსიკალური დამთავრებული მაქვს 7 კლასი, მაგრამ ესე რომ გავყოლოდი უფრო ენები მიყვარდა, კითხვა მიყვარდა. საკმაოდ თავდაბალი ბავშვები ვიყავით, როგორ მოხდა ეს არ ვიცი. თამაშით რაღაც ესეთი სიამოვნებით, ურთიერთობებით, ყველაფერი ამ მოგზაურობით, უბრალოდ ზღაპრული პერიოდი იყო ჩვენი ბავშვობის. 2002 წლიდან მე ვცხოვრობ ნიუ-იორკში და ბავშვებიც იქ სწავლობენ. უფროსმა ესე კარგად ჩააბარა ბიოლოგია, რომ 21 წლის ბიჭი ლექციებსაც კითხულობს დღეს უკვე კოლეჯში. უმცროსმა დაამთავრა სკოლა, მეუღლე ექიმია პროფესორი. გოგონებმა რომ ითხრეს, რომ ეს ნოემბერში ჩატარდება, ოქტომბრის ბოლოს ნოემბრისთვის კონცერტი, მე გავუშვი ჩემი უფროსი ბიჭი და მეუღლე და მე და უმცროსი დავრჩით და გადავწყვიტე რომ აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება და დიდი ჩემი სურვილი იყო რომ გოგონებთან ერთად ყოფილიყავი. ლენა ცარციძე, მე ვიოლინე. სხვათაშორის მზიურის შესახებ უკვე ვიცოდი, იმიტომ რომ გვერდწითელი ჩემი კლასელი იყო და იყო ფილარმონიაში დიდი კონცერტი, სადაც მე გამოდიოდი 10 წლიდან. და იქ მოვისმინე მე პირველად მზიური და იქ მომისმინა მზიურის ხელმძღვანელობამ და გადაწყვიტა რომ მე ვიოლინე დაემატებინათ ანსამბლში. მივიდნენ დედასთან და უთხრეს რომ იქნება მოიყვანათო ჩვენთანო ეს საესტრადო ის არის ანსამბლი. და დედამ ესე აწია წარბები და
моя девочка в джаз, ну что вы, нет. Იმიტომ რომ დედაჩემს პეტერბურგის კონსერვატორია ქონდა დამთავრებული, ყველაფერი რაც ბახს და მოცარტს არ ეხებოდა იყო ჯაზი. საკმაოდ დიდი რეპერტუარი მაქვს დაკრული მზიურში. მე ვიყავი საერთოდ ძალიან მსუქანი, მოუქნელი და ძალიან გრძელი თმა მქონდა მუხლს ქვემოთ. და საწყალი ლია ხორბალაძე იწყებდა ოთახში დაწნას და გადიოდა დერეფანში და დერეფანში ამთავრებდა. ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიაში და მესამე კურსზე გადავედი პეტერბურგის კონსერვატორიაში. მუშაობ სხვათა შორის ჩვენ სასახლეში, სადაც გავიზარდე. აქ მყავს მევიოლინეთა ანსამბლი, უკვე 20 წელია. კვარტეტი მყავს, არაჩვეულებრივი ქალთა კვარტეტი, კომპოზიტორთა კავშირთან არსებული და მთავარი ჩემი სამსახური არის კახიძის ორკესტრში. მყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი, ანა და სოფო, რომლებიც არიან მომღერლები და მყავს კიდე ერთი ოჯახის წევრი, ამერიკული ბულდოგი სინძი 65 კილო. ნინო მოცკა გოგიაშვილი. ბავშვობაში დავდიოდი საბალეტო სტუდიაში, ამავე დროს დავდიოდი მუსიკალურ სკოლაშიც. ერთ დღეს შესვენებაზე დავჯექი მიუჯექი პიანინოს. რაფაელ კაზარიანს ამ კლუბში, სადაც ბალეტზე დავდიოდი, ყავდა ბიჭუნათა ორკესტრი და არ ყოლია პიანისტი. და მან გაიგო ჩემი დაკვრა და გამოვიდა დედაჩემთან და უთხრა რომ თუ შეიძლებაო მეო პიანისტი მჭირდებაო და თუ შეგიძლიათო ხვალ მომიყვანეთო გოგონა რეპეტიციაზეო. ასე მოხდი ამ ანსამბლში. რაფაელ კაზარიანთან ერთად წავედით, გავგზავნეთ დუშეთში, ბანაკ მზიანეთში. და მე ამბობდა კაზარიანი რომ მე დამოდგავ ერთად ვირჩევდითო იქ ბავშვებსო, ანსამბლისტის. დინასტია იყო ჩვენი ფაქტიურად პედაგოგების დაწყებული დიდი ბებიიდან. გავყევი ამ პროფესიას, ჩავაბარე უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და 21 წელია მუშაობ 122 საჯარო სკოლაში, რომელიც მე თვითონ დავამთავრე. ყავს მეუღლე, ორი შვილი, იანა და დათო და სამი შვილიშვილი, ელენიკო, ანდრია და ილია. გამარჯობათ, მე ვარ ნინო დათიკიშვილი, მზიურში ვიყავდი სალამურზე. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში ყველაფერი იყო გეგმაზომიერად. ნუ გეგმით გამოგვიყეს რაღაცა ნაჭერი და გადაწყვიტეს რომ შეგვიგა რომ ფორმები. ეს ფორმები მართლა ძალიან ლამაზი იყო, ხავერდის არაჩვეულებრივი ფორმები, მაგრამ ერთი რამე ვერ გაითვალისწინეს იმ გეგმაში, რომ სანამ იმას შეკერავდნენ, ჩვენ უკვე გავიზარდეთ. როდესაც უკვე ჩავიცვით გამზადებულები ძალიან გვიჭერდა. იცით არა შედვართ კრემლში სანამ გავალთ კონცერტზე, ვიღაცა რუსი ბიჭები შემოვიდნენ და ცოტა გავიბრანჭეთ, ხა ბუნებრივია და ბიჭება გვიყურეს და მე ვკითხეს, გოგოებო, ფორმა არ გიჭერთო კი, მაგრამ ფორმებიო. ჩვენ გადავრჩით როგორღაც კონცერტზე იმ დღეს, მაგრამ აი ლია ხორბალაძე საწყას მოძრას ცალი მკლავი, მახსოვს ძალიან კარგად, მარცხენა მკლავი დაკვრის დროს მზიურის პერიოდთან განშორება ფაქტობრივად ჩემთვის იყო ბავშვობასთან განშორება, იცით? აი მართლა მტკივნეული იყო, მაგრამ მე ჟურნალისტობა ავირჩიე და ასე რომ რაღაც ხელოვნებასთან აქაც მქონდა თითქოს კავშირი, ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე მიმყავდა გადაცემები. დღეს ორი გადაცემა მაქვს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ არხზე. ჩემი მეუღლე გახლავთ კოკა გაწერელია, შვილი მყავს ნინუცი გაწერელია და ასევე შვილათვლი აკაკი გაწერელიას, მის ნახევარ-ძმას, რომელიც ნამდვილად ძალიან მიყვარს და ყავს ესე იგი 5 შვილიშვილი, ასე გამოდის. მე ძალიან ბედნიერი ვარ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჯანმრთელად ყავს ყველა, აი მართლა ეს არის თავარი. მეორე, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბავშვობა გქონდა ნამდვილად და ამა თავისებური ზეგავლენა შემდგომ ჩვენს ცხოვრებაზეც მოახდინა. ეკა გოდერძიშვილი, ციცინო ციცქიშვილი და შურა ჯანელიძის, ეს ორი ძალიან ცნობილი პედაგოგი, არაჩვეულებრივი მომღერლები იყვნენ, ძალიან დამსახურებული ხალხი იყო და ღირსეული ადამიანები და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენ მათგან. ჩაწყობა არ იყო მოსული ნამდვილად. აქ მართლა რეალურად შეიკრიბა ისეთი ძალები, რომელმაც ზიური შექმნა საბოლოო ჯამში. სხვა შორის იმ ფილმში ერთი ძალიან საინტერესო ფრაზით ვიწყებ ჩემს სიმღერას. დინა ჩვენ გასწავლით? გასწავლით. ეთქობა ეს ფრაზა რაღაცნაირად დამებედა და იმის მერე სულ ვასწავლი მთელი ჩემი ცხოვრება. პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, შემდგომ 17 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიმუშავე, ვკითხულობდი ლექციებს, ვარ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და დღეს მუშაობ ამერიკულ სკოლაში, მომავლის სკოლა არის ასეთი. ყავს ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი, ანანო და ნატუკა.
ერთი არის იურისტი, მეორე არის დიზაინერი. Зеленым и большим построили лягушки дом, в нем лягушонок жил. С утра глаза раскрыли два, он прыгал по росе. А сколько будет кважды два? А сколько будет кважды два? А сколько будет кважды два? Не знает и теперь. Sahara, zogni čepti gamotsters,
სიყვარულის სიმღერების შემდეგ ჩვენმა პედაგოგებმა გადაწყვიტეს კიდევ უფრო სერიოზული რამ შეგვექმნა და მოსკოვიდან მოვიწვიეთ ცნობილი რეჟისორი ალექსანდრ ჟირომსკი. 1976 წლის 28 დეკემბერს სწორედ ამ სცენაზე დაიდგა მუსიკალურ სიუჟეტური სპექტაკლი ბურატინო. თამრიკო ხორავა. ზიურში ძირითადად ვღეროდი მესამე ხმას. ჩემი სოლო იყო კაჭონაკი. ვუკრავდი მარაკასებზე, პირის გარმონზე, როცა ლიახორბელაძე მღეროდა, მაშინ ვუკრავდი დასარტყმელ ინსტრუმენტზე. ზიურის წევრი გავხდი დაარსების პირველი დღიდანვე. ზიურის გამო ძალიან პოპულარული ვიყავი და უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. მაგრამ მარტო მე ყველა ჩვენ მზიურელს. მზიურის წევრებიდან პირველი მე გავთხოვდი. მყავს შვილი სოფო რუსეცკი, რომელიც მზიურელების პირველი შვილია. და ასევე მყავს შვილი ნიკა პეტრიაშვილი, მეშვიდე კლასელია უკვე. ისიც მზიურელების პირველი შვილიშვილია, ნაადრევად დავაბერე გოგოები, ბებიები გავხადე. მყავს მეუღლე, რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე, რომელთანაც ერთად 14 წელია თურქეთში ვცხოვრობ და მოღვაწეობთ. ჩემი მეუღლის სპექტაკლის გაფორმებისთვის, მუსიკალური გაფორმებისთვის მაღიარეს თურქეთის წყლის საუკეთესო ხელოვნად. ქეთინო დეკანოზიშვილმა დამირეკა და შემატყობინა, რომ ზიურის ვარსკვლავი იხსნება და რეპეტიციები დავიწყოთ, კონცერტი გვექნება. გამოვიქეცი ჩემ ბავშვობაში დასაბრუნებლად და ჩემ გოგოებთან შესახვედრად. კეთი პირცხალავა. მე დავიბადე და გავიზარდე ექიმების, ქირურგების ოჯახში. 5 თვის გავიმგზავრე მშობლებთან ერთად ბირმაში. რამოდენიმე თვეში იქ დაიბადა ჩემი ძმა. პირველი ჩემი სიმღერა იყო ბირმული იავნანა, რომელსაც მე ჩემი ძიძა მიმღეროდა ხოლმე. მოსკოვში ჩაიწერეს და გადასცა საკავშირო რადიოთი. მე დავბრუნდით თბილისში, დედა ძალიან კარგად მღერის და ძალიან უყვარს სიმღერა და ამიტომ გადაწყვიტა ჩემი მიყვანა დიანის სასახლეში, ვოკალურ წრეში, ქალბატონ ციცინუციცკიშვილთან. პირველი მეგობრები, ასე ვთქვათ, იყვნენ თამრიკო ჭოხონელი და ეკა კახიანი, შეიქმნა ეს ცნობილი ანტოშკა, რომელსაც ერთად ვასრულებდით. სხვათა შორის რთულად გადავიტანეთ ის პერიოდი, როცა ჩვენ დავშორდით მზიურს, ანუ როცა დამთავრდა ეს ზღაპარი. პროფესიით ვარ ფიზიოლოგი, ჩემ ცხოვრებაში იყო ჩემი მეუღლე გეგი ხვადაგიანი, ძალიან დიდი სითბოს და სიკეთის მატარებელი პიროვნება, რომელიც ძალიან გულშემატკივრობდა, როცა გაიგო, რომ ჩვენ ვაპირებდით ამ ვარსკვლავის გახსნას. ალბათ ბედნიერი იქნებოდა, როგორც ჩვენი ყველა ახლობელი დღეს.
და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მყავს შვილები, ანი და თამარ ხვადაგიანები. ანი უფროსი აპირებს იურისტობას და პატარა თათი ხვადაგიანი, რომელიც ძალიან კარგად ხატავს და ეს ხატვის ნიჭიერ ჩემგან აქვს. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია რაღაც ჩემი ემოციები და გრძნობები ფერებში გავაცოცხლო და გადავიტანო. ნამდვილად კარგი იყო ბავშვობა. ყველას ალბათ კარგად გახსოვთ, რომ მზიურს ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი ჰქონდა, მაგრამ ერთმა პატარა გოგონამ იგი კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი გახადა. ის აკეთებდა იმიტაციებს ძალიან ცნობილ რუს მომღერლებზე და მინდა გითხრათ, რომ არ უყვარდა ამ ნომრის შესრულება არასდროს, მაგრამ სამაგერო ძალიან გვიყვარდა ჩვენ, ძალიან ვხალისობდით და ყოველთვის ვთხოვდით მას გამოსულიყო და ეს ნომერი შეესრულებინა. ის რა თქმა უნდა გამოდიოდა სცენაზე და არაჩვეულებრივად ასრულებდა ამ პაროდიებს და ჩვენ ყველანი მოწმე ვიყავით თუ როგორ იბადებოდა ჩვენს თვალწინ უნიჭიერესი მსახიობი, ჩემი პირველი მეგობარი ეკა კახიანი. 3 წლის ვიყავი, როდესაც დედამ პირველად მიმიყვანა პიონერთა სასახლეში, ციცინო ციცქიშვილის ვოკალურ წრეში. სწორედ აქ გავიცანით ჩემი მომავალი მზიურელი მეგობრები, ქეთი ფირცხალავა და თამრიკო ჭოხონელიძე. აქ შეიქმნა ჩვენი ტრიო და ცნობილი სიმღერა ანტოშკა, რომელიც შემდეგ ფილმ მზიურში შევიდა. 1971 წელს პიონერთა სასახლეში სხვადასხვა წრიდან არჩევდნენ ნიჭიერ ბავშვებს გოგონათა ანსამბლისთვის. მე ქეთი და თამრიკო ძალიან მოვეწონეთ ანსამბლის მაშინდელ ხელმძღვანელს რაფაელ კაზარიანს და მიგვიღო ანსამბლში. მზიურის შემდეგაც ძალიან გამიმართლა. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. 10 წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება ყოფილიყავი გენიალური ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის მიხეილ თუმანიშვილის ჯერ მოწაფე, შემდეგ კი მისი თეატრის მსახიობი. ვითამაშე მრავალი ტელეკინო თუ თეატრალური როლი. ვარ არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორი. ამჟამად მუშაობ მუსიკისა და დრამის თეატრში, რომლის ხელმძღვანელია დავით დოიაშვილი. ამ თეატრში მასთან ერთად ვიმუშავე სპექტაკლზე მარლენ დიტრიხი, ყავს მეუღლე და 3 შვილი. შემიძლია ვთქვა, რომ 3 წლის ასაკიდან გაუჩერებლივ და დაუღალავად ვშრომობ. და ეს შრომის უნარი და სცენის სიყვარული, რა თქმა უნდა, მზიურის დამსახურება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზანებისთვის. მე მართლაც მზიურში მქონდა ესეთი ნომერი, აი იმ დროისთვის ძალიან პოპულარული მომღერლების პაროდიებს ვაკეთებდი. ესეც ერთგვარი პაროდია იყო. 10 წლის ასაკში ვასრულებდი 300 წლის კუს არიას და აი დღეს ეს 300 წლის კუს არია მინდა მიუძღნა ჩემს 100 წლის ბებოს, რომელიც აი აგზის დარბაზში, საყვარელი შურა ბებო, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე და საერთოდ მშობლებს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ მზიურში და ასე რომ ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და დაფასებისთვის. Затянулась бурой тиной гладь старинного пруда. Ах, была как Буратино, я когда-то молода, был беспечным и наивным, черепахий юный взгляд. Все вокруг казалось дивным. 300 лет тому назад мне казалось счастье рядом. Только лапку протяни, но осенним листопадом зашуршали лето дни. Старость все-таки не рада, люди правду говорят. Как
счастье улыбалась 300 лет тому назад. Юный друг, всегда будь юн, ты взрослеть не торопись. Будь веселым, дерзким, шумным, драться надо, что ж делить. Никогда не знай покоя, плачь и смейся не впопад. Я сама была такой 300 лет тому назад. ახალი ნემიროვი დელიკატი. შეიგრძენი დელიკატური სირბილე.